როზმარინი როგორ გამოიყურება? ეველინა გადააგდო. ხო, ეს დანიელასია. ეველინამ რატომღაც გადააგდო. ნახეთ როგორი გაფურჩქნულთმიანი გოგო გავაკეთეთ. ხო? წავედი. მიუ. ჩამოდი ძირს, კარები ვერ გაგვიღია. შენ სად მიდიხარ? მიუ არის? შეგაშინა? ოხ. მიუ. ჩამოდი ძირს რა. გოგო, რას ღიღინებ შენ, ჰა? გოგო. დანი. მაგას წამიშმა. არა. წალეა. არა. აბა. ეს არის დედიკოსი. აი კიდე უფრო დიდი რომ გაიზრდები. მერე უფრო უკეთეს გიყიდი. დილამშვიდობისად. ჩვენ მივდივართ. სად მივდივართ? ბაღში მივდივართ, ხო? რამდენი პარტია უნდა გიყიდოთ? ერთი გამაგებინე, რამდენი მაქვს ნაყიდი? ხო ძალიან ბევრი მაქვს ნაყიდი. მე გოგოე. როგორ ახართ? ძალიან ზარმაცობ ბოლო პერიოდში ფაქტიურად ვლოგები არ გადამიღია. ამისთვის სხვადასხვა მიზეზი არსებობდა. გახსოვთ დაბადების დღეს რომ ვიყავით წასულები? მე რევეკა მოიწამლა. იყო ძალიან ცუდად. მე ერთ-ერთ დღის მერე კაი, გოგო, კაი. მე მამა ჩემი იყო წასული. ვაიმე, აქ რა ხდება? სანაგვედან ნაგავია ამოყრილი მთელ გზაზე. მამა ჩემი იყო ლეჩხუმში წასული და ჩამოიტანა თხილი და მონატრებებზე ვჭამე თხილი, არ ვიცი რამე შემყვა თუ რა იყო. ხამის 2 საათზე შემწუხდა გული, შევაშინე ჩემები. მოვიწამლე და მეც ლამის წერილი მიმქონდა ისე ვიყავი და მე ისე წაეწყო რომ შენ მოიწამლე? ხო, ევეკო მოიწამლა დაბადების დღის მერე. არ ვიცი რა მაწყიდა. მე სახში თხილი რო ვჭამე, გიო ბაბუმ რო ჩამოიტანა ლეჩხუმიდან. ხო და ესე მოკლეს. ხო. ხო და ესე მოკლეს, ესეთი ამბები. ხო, კაი. აბა თუ გაჩერდები. მერე გოგო. ეძახიან? დაეჯახა, დედა ღმერთმა ნუ დააჯახოს, ნუ რა ვის მანქანა, მაგრამ მართალი ხარ ყურადღებით არ არიან, როდესაც გადადიან გზაზე. ხო და ესეთი ამბები გვაქვს, მოკლედ. ცოტა მოვიკოჭლე ვლოგებში, მაგრამ არა უშავს. ხან გაქვს გადაღების სურვილი, ხან არა გაქვს გადაღების სურვილი ადამიანს. წავედი ახლა დავტოვეთ ახლა დანიელა, კაროჩე. დავტოვოთ დანიელა. იქ ხარია ბაღში რომ მიდიხარ? ურა! ხო და მე მაგ რაღაც საქმეები. საქმეებში ვარ. ძირითადად წინ და უკან სირბილში. კიდევ ვერ დავლაგდი ბოლომდე. რა ვქნა? თამაშობენ ფეხბურთს მართალი ხარ. კი, ნამდვილად. მართლა? რა მაგარი გოგო ხარ და ღმერთო სად დავაყენო მანქანა, რა ხდება აქ, რა ამბავია და Oh my god. როიტყვე, გამოდი თუ გამოდიხარ ჩემო საყვარელო. აქ დედაშვეს ვერ აიყვანსო, როიტყვიან ისეთი ამბავია. ბახთან, ყოველ ჯერზე. იმედი, 10 იმედია სადმე მივაყენებ მანქანას. 10 საათი. 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 10 საათი
იმედი მაქვს ახლა ტყლაპოში გადასვლა ნამდვილად არ მინდა უკაცრავ. ხო და კი აგერ არის ადგილი და მივაკუწკუწებ ეხლავე. რას ქვია მანქანას ვერ დავაყენებ, ხოდე? დედიკო პატარა შუმახერია. მე არ ვუძახი ჩემ თავს შუმახერს, მამა ჩემის ძმაკაცზე ვიძახი. So. ესეც ასე, მზად ვართ. რისთვის ვართ მზად? ბატონო. ადეკ დამენახე. რა გიყიდო გოგო? ამიხილეს პომადა ჩემი პატარებისთვის. ხო, მე რასაც წაიღე? შახშია. მე თუ ქონია რატომ უნდა გიყიდო ახალი? ამინდა ახალი. ამინდა ახალი. ეს სადადება მე მიყიდე ახალი. მე ჩემი მიხდება? ე კაი გოგო ვარ? მეწადა. მე ძალიან რომ მიყვარხარ იცი? ვინ არ უჯერებს დედას ხანდახ? ეს მოსაცვალი არის? წითელი მიშვია. წითელი, ვაუ. ეს მოსაცვალი არის ჩემი სტუდენტობის დროინდელი, წარმოგიდგენიათ? და ჩემა სად ნახე შვილო? წავედით. მე ვეღარც გადავიღე ვლოგი. დანი რო დავტოვე, მე ვიყავი წასული კარფურში, ვიყიდე რაღაცები, რაც მჭირდებოდა. მინდა გავაკეთო დღეს ქათმის ღვეზელი. გახსოვთ ათენში რო ვაკეთებდი ხოლმე? ხო და მაგისთვის ვიყიდე ფენოვანი ცომი, იმიტომ რომ ფილოსცომი არ იყო. ხო და ეხლა რაღაც საქმეზე მივდივარ. იმედია ეს საქმე გამომივა. ნახოთ, არ ვიცი. ხო და მე რომ მოbrunდები, გოგოებს საჭმელი უნდა გავუკეთო. და დამირეკა ჩემი მეგობრის დედამ რაღაც ამანათის გაგზავნა უნდა. ის ამანათი უნდა რომ გავატანინო ოფისში. ხო და ესეთი ამბებია. რასი ვიყიდე, ბულგარული ვიყიდე, მწვანე ხახვი ვიყიდე, სტაფილო ვიყიდე, ქათმის ფილე ვიყიდე, ოღონდ ქათმის ფილეს ვყიდულობ წყალტუბოში. იქცა ისევე ჩემი ტელეფონი ვერ მაგდება წესიერად თუ რა ჭირს. ქათმის ფილეს ყიდულობ წყალტუბოში, თერჯოლიდან თუ ზესტაფონიდან ჩამოაქვთ ქათმები, ქათმის ფილე და მთელი ამბები, ყველი, გებრიელესი ყველია სხვათა შორის, ხო და იქ ყიდულობ, ანუ არ ყიდულობ არც კარფურში, არც მარკეტში, არცად სოფლის ფილეს ყიდულობ და გავაკეთებ დღეს ქათმის ღვეზელს, რომელიც ძალიან დიდი ხანია არ გამიკეთებია. სხვათა შორის ზურას უყვარს ძალიან. სათხარ ბიჭო ზურიკო. და წავიდეთ ახლა ფრიად მნიშვნელოვან საქმეზე. ვნახოთ როგორ გამოვა. ახლა მაგის პასუხი მე დღეს დახვალ არ მეცოდინება, ცოტა დრო დამჭირდება რომ პასუხი გავიგო, მაგრამ მაინც საინტერესოა. რა შედეგამდე მივალთ? სახლში უცებ მოვილია გუფთა. ესეთი გამოვიდა, ეველნას დაუდე ხა და ცოტა შეგრილდება, შეჭამს. ისეთი ნორჩი მწვანე ხახვი მქონდა, მწვანე ხახვი და ცერეცო დაუმატე ბოლოს.
შეხვრიპავს ახლა ჩვენი მაკარონისთვისაც ფარში გავამზადებ, თქვა თუ მოუნდებათ საღამოსკენ. მე ხა გიჭამა გუბთა და შეიძლება მე მოგვიანებით მაკარონი ჭამოს ფარშთან ერთად. ესეც ქათმის ღვეზელი უკვე გავამზადე, დავჭერი და წავაბრძანებ ახლა ღუმელში. ვნახოთ ფენოვანი ცომით როგორი გამოვა. აი ესეთ გამოვიდა ჩვენი ქათმის ღვეზელი ფენოვანი ცომით, ფილოს ცომით რო არ გაკეთებას მიჩვეული, ცოტა სხვანაირი სტრუქტურა ჰქონდა, მაგრამ არა უშავს. თავარია იყო უგემრიელესი და მივირთვით მთელმა ოჯახმა. რაც შეეხება გოგოების ოთახს, გამოიყურება აი ესე. ჩემი გადაწყვეტილებით და მოფიქრებით და ამბებით შევღებე კედლები, შევღებე ჭერი, აქეთა გვაქვს კარა და რა თქმა უნდა წამლების ყუთი რაც შეიძლება ზეცაში გვაქატანილი რომ ბავშვებთან მისაწვდომ ადგილზე არ იყოს და დავდე კარადის თავზე, აი ესე გამოიყურება სრულად ოთახი. აქეთ ძინავთ ორივე ქალბატონს ერთად, გვერდიგვერდ, ხანდახან კი ხოცავენ ერთმანეთს. ესეც ეველიკუნას სამეცადინო მაგიდა. ეველინას კი ყოფნის ამ ეტაპისთვის გადასარევად. ესეც ფანჯრის რაფა, რომელიც მე და მამიკომ დავამაგრეთ, წავედი შევიძინე ორი ფანჯრის რაფა და დავჭერით შესაბამის ზომაზე და გადასარევად მოერგო ერთი სიტყვით, მე ძალიან მომწონს. რაც შეეხება ფარდებს, ფარდები არის ფაქტიურად კედლისფერი. ეხლა შეიძლება ვიდეოში დიდად არ ეტყობა, მაგრამ რეალურად, როდესაც შუქი ეცემა ფანჯრიდან, გოგოები რა დღეში არიან, როცა შუქი ეცემა ფანჯრიდან სქელფარდას, ფაქტიურად ერთფერში გამოდის ეს სქელი ფარდა და კედელი. ესეც ქალბატონი ეველინა, რომელიც მეცადინეობს და ესეც ჩემი მოკრძალებული საწოლი. მე აქეთ კუთხეში ვისვენებ. საერთოდ ჯამში ძალიან მომწონს როგორიც გამოვიდა და გოგოებიც კმაყოფილები არიან, რაც მთავარია. ფარდებს რაც შეეხება, შევიძინე სქელი და თხელი ფარდაც ორივე მეორადებში და ვარ უზომოდ კმაყოფილი. საერთოდ ჯამში გამოვიდათ ესეთი ნათელი კუწკუწა საძინებელი ჩვენს გოგოებს და რა ვიცი, მე კმაყოფილი ვარ. თქვენა სიტყვით. აქედან ახლა დაგემშვიდობებით და შევხვდებით მომავალ ვლოგში დროებით.